საქართველოს მშრომელთა საბჭოს ბათუმის პროპორციული სიის პირველმა ნომერმა მხარდამჭერებს მოსკოვში ვიზიტის შედეგები გააცნო. გამარტივებული სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარება, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ერთობლივი პროექტები. ეს ის საკითხებია, რომელზეც დეპუტატობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში აქტიურ მუშაობას აპირებს. მერაბ გორგაძე აცხადებს, რომ იგი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველიდან 3 ივნისის ჩათვლით რუსეთში იმყოფებოდა და აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დუმაში გამართა. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ მიხეილის პედაგოგიური აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი პირველი შედეგი რაც იქნება ჩემს მიერ ესე იგი მიღწეული არის ის რომ მაგალითად სიტყვაზე ვამბობ ქალაქ მოსკოვიდან იგეგმება 5-კაციანი ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა. ერთი კვირის განმავლობაში ისინი უფასოდ ჩაატარებენ ქალაქ ბათუმის მოსახლეობისათვის გულის ოპერაციას, ნეიროქირურგი პროფესიონალები არიან და ხოლო დანარჩენ ერთ კვირას დაისვენებენ. ასევე მივახციეთ შეთანხმებას, რომ ჩვენ მოგცემენ ვიზებს, ესე იგი პირველ რიგში ვიწყებთ 100 კაციდან, 100 კაცი, ესე იგი 1000 კაცი ჯგუფებად წავლენ ქალაქ მოსკოვში და ერთი კვირას იქ გაატარებენ. ღირსეული ვიზიტი ქონდა რუსეთში, აი რაც სხვა ყველა შეხვდა და კიდევ ბევრ სხვა ხალხს შეხვდა, შეუძლია გადაწყვეტოს უფრო ახლობლობა საქართველოს და რუსეთის შორის და რეალური და პრაქტიკული ნაბიჯები გააკეთა რეალური ნაბიჯები და მგონი ეს უკვე დაიწყებს მუშაობას. გარდა იმისა, გავლიან თუ არა საკრებულოში, კაც საქმეს აკეთებენ, რომელიც სჭირდება ჩვენ ხალხს, ჩვენ მოსახლეობას და ჩვენ საქართველოს.